მოგესალმებით, მეგობრებო, ეთერში საუბრის სივრცე არის. მე კი მისი წამყვანი ქრისტინე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ გოგონათა ფეხბურთის შესახებ. როგორ ვითარდება ეს სფერო საქართველოში, რა სირთულეებს აწყდებიან ახალგაზრდა მოთამაშეები და როგორ ხდება მათი სტიმულირება საერთაშორისო წარმატებისკენ. დღეს ჩვენს გადაცემაში გვექნება განსაკუთრებული ყურადღება ამ თემასთან დაკავშირებით. ფეხბურთი როგორც სპორტი საუკუნეების განმავლობაში უფრო მეტად მამაკაცების ასე ვთქვათ, სფეროდ ითვლებოდა, თუმცა დღეს ეს ყველაფერი იცვლება. ჩვენს ქვეყანაში როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სულ უფრო მეტი გოგონა ენთუზიაზმით იწყებს ბურთის დარტყმას. სწავლობს გუნდურ მუშაობას და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას ამ დიდებულ სპორტში. გოგონათა ფეხბურთი საქართველოში ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად ვითარდება. ბოლო რამდენიმე წელიწადში შექმნილია სპეციალური სკოლები და აკადემიები, სადაც პატარა მოთამაშეებს 6 და 18 წლამდე ასაკში შეუძლიათ დაიწყოთ თავისი საფეხბურთო კარიერა. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური მომზადება, არამედ სტრატეგიული აზროვნება, გუნდური სულისკვეთება და სპორტული ეთიკა. ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი არის ადგილი, სადაც გოგონები სწავლობენ, რომ შეუძლიათ დაძლიოს სირთულეები, გააძლიეროთ თვითშეფასება და თავიანთი მიზნებისთვის ბრძოლა. ჩვენ ხშირად ვისმენთ, რომ სპორტი ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, გოგონათა ფეხბურთი კი ამის ნათელი მაგალითია. თითოეული გოგონა, რომელიც სწავლობს ბურთის თამაშს, სინამდვილეში სწავლობს პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობას და გუნდურ კომუნიკაციას. თუმცა ეს გზა ყოველთვის მარტივი არაა. ჩვენს რეგიონებში და ზოგჯერ დედაქალაქშიც გოგონები ხშირად აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მწვრთნელთა შეზღუდული გამოცდილება ქალთა ფეხბურთის მიმართულებით, ასევე სოციალური სტერეოტიპები, რომლებიც სპორტს ქალებისთვის ნაკლებად მისაღებად წარმოაჩენს. მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი მონდომებით ბევრი გოგონა ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს გვყავს წარმატებული მაგალითები. პატარა მოთამაშეები ხშირად იღებენ შთაგონებას მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებისგან, როდესაც ხედავენ, როგორ იღებენ ქალები წარმატებას მსოფლიო ჩემპიონატებში. ჩემპიონთა ლიგას და ოლიმპიურ თამაშებზე მათ ეს აძლიერებს და ასე ვთქვათ, мотиваციას აძლევს. რადგან ამით ხვდებიან, რომ საქართველოსაც შეუძლია საკუთარი თინეიჯერი ვარსკვლავები გამოავლინოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, როგორც ოჯახიდან, ისე სახელმწიფოს მხრიდან. მრავალი წარმატებული აკადემია და კლუბი ცდილობს გოგონებს შეუქმნას პირობები, სადაც ისინი უსაფრთხოდ, მონდომებით და სიამოვნებით შეისწავლიან სპორტს. თითოეული ტრენინგი, თითოეული მატჩი, თითოეული გოლი. ეს არა მხოლოდ ფიზიკური პროგრესია, არამედ ფსიქოლოგიური, სოციალური და პიროვნული ზრდის პროცესია. გოგონათა ფეხბურთი ჩვენს საზოგადოებას ასევე აძლევს ერთ მნიშვნელოვან სიგნალს, თანასწორობისა და შესაძლებლობების მნიშვნელობას. ეს სპორტი გვეხმარება ვიგრძნოთ, რომ ნებისმიერი სფერო, რომელიც აქამდე კაცებისთვის იყო შენახული, შეიძლება გახდეს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, თუ გვაქვს მონდომება და მხარდაჭერა. მხოლოდ ქალთა საფეხბურთო კლუბების რაოდენობის გაზრდით, ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ სპორტში გააძლიერებს პოზიციას, არამედ ასევე აღმართავს საზოგადოებაში ქალთა როლის ცნობიერებას. ეს გზავნილი ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია. ისინი ხვდებიან, რომ შეუძლიათ ოცნებისთვის დაუფიქრებლად იბრძოლონ და მიაღწიონ მიზანს, მიუხედავად სქესისა. საბოლოოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს პიროვნებას, აყალიბებს გუნდურ სულს, ასწავლის თავმოყარეობასა და პატივისცემას. და რაც მთავარია, გოგონათა ფეხბურთი გვიჩვენებს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ქალები მზად არიან აიღონ საარბიელი ხელში ბურთი ეჭიროთ და ქვეყანა მთელი ძალით წარმოგვიდგინოს საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, თუ თქვენ გყავთ ქალიშვილი, დიშვილი, შვილი ან ახლობელი გოგონა, რომელსაც აინტერესებს ფეხბურთი, წაახალისეთ, მიეცით სიხარული და შესაძლებლობა, რომ ოცნებები რეალობად აქციოს. იმიტომ რომ გოგონათა ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი. ეს არის მომავალი, რომელიც უკვე ჩვენს წინაშია. ეხლა კი მინდა, რომ ჩვენს გადაცემაში პატარა ისტორია მოგიყვეთ ნახიდურის გოგონათა გუნდის შესახებ, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ მცირე რეპორტაჟიას, რომ ეხლა ამ რეპორტაჟს დაგიტოვებთ. მე კი ამ გადაცემაში დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. სამაია ისაევა, 14 წლის, ბოლნისის მუნიციპალიტეტა, ვსწავლობ ნახიდურის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელი. ეხლა მივტივარ ჩემ მეგობართან, რომ შევკრიბოთ და ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი. რავია! გოგონებო! გამარჯობა!
ვითამაშობთ, ვივაარტიშობთ. ჩვენთვის საინტერესო იდეა იყო ფეხბურთის თამაში, რადგან ჩვენი სოფლელებს და ჩვენ ოჯახებსაც ვიჩვენებთ, რომ ჩვენსაც შეუძლია ფეხბურთის თამაში. მე ვარ როშან მუსტაფაევი, ნახიძურის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და ბილინგურ სწავლების კოორდინატორი. ჩვენი სკოლაში იყო ტრეინინგი ახალგაზრდების სოციალური ცვლილებასთან დაკავშირებით და ეს ტრეინინგი ჩატარდა 4 დღე და იქიდან ტრეინერებმა გვითხრეს, რომ რაღაცა იდეა უნდა შეგვიქმნათ და ჩვენც ავირჩიეთ, რომ შეგვიქმნა გოგონათა საფეხბურთო ლიგა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, გოგონების გაძლიერება და მათი ლიდერული უნარების განვითარება. ოთხი ჯგუფი იყო ჩვენი. ორი მანეულის, ორი და პოლისის და ჩვენ გავიმარჯვეთ 0-1-0-ით გავიმარჯვეთ და ისინი ძნელი გოგოები იყვნენ ჩვენსავით. ხალხი ამბობდა, რომ ფეხბურთი გოგოს საქმე არ არის. ჩაიხალანში ამბობდნენ, რომ რადგან უშვებ გოგოებს ფეხბურთის თამაშისთვის, ისე მაინც თამაშობენ. რასიმ სმალოვი სპორტში მასწავლებელი, ნახიძურის საჯარო სკოლის სპორტში მასწავლებელი. უკვე ამბობენ, რომ თქვენ მაგრები ხართ და ჩვენც გვინდათ ფეხბურთის თამაში. ბიჭები კი ჩვენ სანამ გავიმარჯვეთ, იმამდე ამბობდნენ, რომ რა გოგო ხარ და რა ფეხბურთი ვერ თამაშობ და მერე ჩვენ გავიმარჯვეთ, მოვიდა ის დღე, გამარჯვებული ვიყავით. მთელი სოფლის ბიჭები ამბობდნენ, რომ ჩვენ ისე ფიქრობდით, რომ არ შეიძლება გოგონებს ფეხბურთის თამაში, მაგრამ ჩვენ სტერეოტიპები გავჭერით და ვითამაშეთ ფეხბურთს. გენდერული თანასწორობის საერთოდ დაკავშირებით რო გითხრათ, საზოგადოებით აზრით სასახა არ არის. ზოგი ფიქრობს, რომ ქალი უნდა იჭდეს სახლში, ქალის მთავარი მოვალეობა უნდა შეიქმნას ოჯახი, მერე დიასახლისობა და დედობა არის ქალის მთავარი მოვლენა. ჩემი აზრით, ქალი უნდა იცხოვროს შიშისა და სიღარიბისა და სიღარიბის გარეშე. რომ ნატრევად ქორწინდებიან, ახლა დავალახეთ, რომ არ დააქორწინდეთ და ჩვენთან ერთად ითამაშეთ, ისწავლეთ. ფეხბურთის უნდა ვითამაშოთ, რამე სპორტის სახეობა უნდა ვითამაშოთ, რომ ჭანსაღად ვიცხოვროთ. სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ როცა გავიზარდებით, რამე პროფესია გქონდეთ. ჩვენ ვართ ნახიძურის ფეხბურთელი.